კონკურსი ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა პიროვნებები. მე სხვების შედეგებს ნამდვილად არ შევეხები. პირადად მე მივიღე 80 ქულა, რაც იმ პერიოდისათვის, როცა გადაითვლებოდა სანამ გაასაჩივრებდნენ, ანუ მე მოხდა ქულების კიდევ მომატება. მთლიანად იმ მომენტში საქართველოს მასშტაბით იყო, რა თქმა უნდა, პირველ ათეულში შედიოდა ჩემი შედეგები. დასაუბრებაზე, როგორც ჩანს, მე კანდიდატურა დაასახელეს გავზაუბრების შედეგად და კანდიდატურად დაასახელეს ესე ვთქვათ, საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, როგორც ისევე ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებები არის აპოლიტიკური. დღემდე ვარ უპარტიო. სიებს თვითონ. რასიებს თვითონ გასვალი. ხალხის სიებს. ზედმეტი რო არ იყოს, რო დაჯეს სურველებს ძალიან ბევრი არიან, ამიტომ ისა თავისუფალ მომენტში. ვინ დაგავალათ რომ უნდა წახვიდეთ? სკოლიდან. ისი? დამრიგებელ უნდა გვირი. ავტობუსების ყველაფერია ჩვენი ორგანიზებულია, მოვიყვანეთ ავტობუსები ჩამოვარდნით. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. კი, კანონის ფარგლებში ყველაფერი. როგორც არის და რანაირად არის საჭირო კანონია. ეხლა ყველა რესურს ცენტრის ხელმძღვანელი რო ჩართული იყო ამ პროცესში, თქვენ არ იცოდით, რაიონს ატერორებდა სამი პიროვნება. პოლიციის უფროსი, კუდი და სოთან ერთად, სოფლის გამგებლები და სკოლის დირექტორები, მე ადრეც მithქვამს და სკოლის დირექტორების კიდე დავალებას აძლევდა რესურს ცენტრი. ეს მარტო კასპში არ იყო, ეს იყო ყველგან საქართველოს მასშტაბით. მე პირადად, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში დავუჭერდი ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ჩვენს თანაგუნდელს და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვთქვათ, დათო ზამბურს. მაგრამ რადგანაც განათლების სამინისტრო წყვეტს ამ საკითხს, მე ვერ გავიგე ეს ეიფორია რა გამოიწვია, რა ხელმოწერების და რა ფუნქციების სირბილია სკოლებში და ქუჩებში. ეს ამბობ თუ დანაშაული რაიმე აქვს, ის სხვა საკითხია. მაგრამ თუ დანაშაული არ აქვს რაიმე ჩადენილი ამ ხრივ, რა ვიცი, არავის არაფერი არ აუკრძალია. მე გამიხარდებოდა, რომ ჩვენი აქტივისტი ეკაჩიტაშვილი დანიშნულიყო. მაგრამ სამინისტრომ ასე გადაწყვეტა და მე მაგალითად მე რა უნდა ვთქვა, რა მემორჩილები გადაწყვეტილებას. ხას უსვა ნაციონალური მოძრაობის მოსვლით ჩვენ უნდა ვაზეიმოთ სამართალი. ჩვენ ვებრძოდით უსამართლობას. ჩემთვის სამართალი არის ყველა კონკურსში გამარჯვებული ნიჭიერი ადამიანის მხარდაჭერა. განსხვავებული აზრის გამათავისუფლეს სკოლიდან უშუალოდ გამათავისუფლა დირექტორმა, რადგან ამის გაკეთების უფლება ზანგურს არ ჰქონდა. დირექტორმა დამიწერა ბრძანება, მაგრამ ესაც ზანგურის ზეწოლის შედეგად. აქტიურად ვიყავი ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს გახდა მიზეზი. არჩევნების პერიოდში ჩემი შეხედულება თუ საით შეიძლებოდა გადახრილიყო, ხო, ეს არის ჩემი პირადი და